როგორც ცოტა ადრე ვსაუბრობდით, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი ერთობლივ დარტყმებს ახორციელებენ ირანის მხარდაჭერილ მილიციებზე ერაყში. ჩვენ საუბრობდით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების სპექტრზე და ამასთან დაკავშირებულ ამჟამინდელ შეშფოთებებზე. ჯონათან, რაც ახლა ალიისგან მოვისმინეთ, ბირთვული ძალისხმევის შესახებ, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს, როცა უყურებ იმას, რაც ახლო აღმოსავლეთში ახლა ხდება, თქვენი შეფასებითაც შესაძლებელია, რომ ეს ძალიან მალე გადაიზარდოს რაღაც მასიურ მოვლენაში. ვფიქრობ, მთავარი სიტყვა აქ არის ჯერ პიკაქსის მთასთან დაკავშირებით. მაგრამ რატომღაც ეს არ იყო ნაწილი ისრაელის კომუნიკეს, ან რაც არ უნდა იყოს, როცა რომელიღაცა მაღალი რანგის პირი ამაზე საუბრობდა. მაგრამ ეს უნდა იყოს მთავარი ფრაზა. და ჩვენ ვიცით, წარსულშიც გვინახავს, რომ ირანის რეჟიმი არ აშენებს, იცით, მიწისქვეშა, ძიმედ გამაგრებულ ბუნკერებს და პოზიციებს გასართობად. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ არულ ბირთვული არადის პროგრამას ახორციელებენ და ისინი ხვდებიან, რომ ერთადერთი გზა, რომ ეს ისრაელის ან ამერიკული ბომბებისგან დაიცვან, არის ის, რომ ძალიან ღრმად მიწისქვეშ დამალონ. ისინი მიხვდნენ, რომ დარკვეული სიღრმე არ არის საკმარისი და საჭიროა კიდევ უფრო ღრმად დამარხვა. და თითქოს პიკაქსი არის ის გზა, რომლითაც ამ პრობლემას აგვარებენ. იცით, აშეთაშუსა და ისრაელის პოლიტიკის გათვალისწინებით, ეჭვი მეპარება, რომ აშეთაშუ და ისრაელი უფრო ფართო დაპირისპირებასა და ესკალაციას ისურვებენ. და ფიქრობ, ირანელებს ეს ესმით. ამიტომაც მგონია, რომ ისინი შეეცდებიან ესკალაციას. ისინი უფრო მეტი ინიციატივას გამოიჩენენ, უფრო თავხედურად იმოქმედებენ და შეეცდებიან მეტი გაამწვავონ და დაუსჯელად დარჩნენ. ალბათ იმ იმედით, რომ კიდევ ერთ მემორანდუმს მიიღებენ ისეთივე გულუხ და მისაღებს, როგორც ბოლოს მიიღეს. რაც ჩემი აზრით ძალიან სუდად შეთანხმება იყო აშშ-ის მხრიდან. მაგრამ ვფიქრობ, რომ ირანელები ასე კითხულობენ სიტუაციას და მათი ბოლო ქმედებები, განცხადებები, აგრესიის დონე მიუთითებს, რომ სწორედ ამ მიმართულებით მიდიან. სხვა ამბავია, რა მოხდება შუალედური არჩევნებისა და ისრაელის არჩევნების შემდეგ. ორივე ლიდერისთვის ვადებია დაწესებული, ამაში ეჭვი არ არის. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იმ ბრიფინგიდან, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით, არის ის ფაქტი, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ სურს 10 წლის განმავლობაში მთლიანად შეწყვიტოს აშშ-ის სამხედრო დახმარება. ეს მნიშვნელოვანია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამას ვისმენთ. მაგრამ ასევე ვიგებთ, რომ იაირ ლაპიდს ვაშინგტონში ამავე საკითხზე რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. რა არის ახალი ინფორმაცია? სწორია, დემოკრატებთან შეხვედრა. ბენიტა, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ისრაელისთვის, რომ დემოკრატიულ პარტიასთან ურთიერთობის დამყარება სცადოს, იაირ ლაპიდი ამხრივ კარგი და სანდოელში. ძირითადად მისი მთავარი გზავნილი დემოკრატის სენატორებისა თუ დემოკრატი კანონმდებლების მიმართ. არ მიათოვოთ ისრაელი. ნუ მიგვატოვებთ. არაკვეთ ძალიან გაცერ და მისი და ჩვენი აზრით უკიდურეს ხაზს, რომელიც მოდის დემოკრატიული პარტიის შიგნით მყოფი ანტი-ისრაელური მემარცხენე ფრთიდან. დარჩი ჩვენთან. ირწმუნეთ, რომ ისრაელს შეუძლია გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც უფრო შეესაბამება იმას, რაც თქვენ გსურთ დაინახოთ. საუბარია პლურალიზმზე ისრაელის პოლიტიკური სისტემის შიგნით. რა თქმა უნდა, არჩევნები ახლოვდება და იაირ ლაპიდს ძალიან სურს გაიმარჯვოს. ან მისმა ბანაკმა გაიმარჯვოს. მაგრამ ცდილობს ახსნას ეს, რათა რაც შეიძლება მეტი დემოკრატი დარჩეს ისრაელის მხარეს. როგორც ჩვენი მრავალი მაყურებელი იცის, ეს ისრაელისთვის და ამერიკული საზოგადოებრივი აზრისთვის ზოგადად რთული მომენტია. განსაკუთრებით დემოკრატიულ პარტიაში. აქ არის საკითხები, რომლებიც შესაძლოა ინდივიდუალური ისრაელელი პოლიტიკოსების შესაძლებლობს კი აღებლობებსაც კი აღემატება. აშშ-ში არსებობს ბევრად უფრო ღრმა სოციალური, დემოგრაფიული და პოლიტიკური ტენდენციები, რომელთაგან ბევრს ისრაელთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგრამ ნამდვილად სასარგებლოა ნებისმიერი ისრაელელისთვის, ვისაც შეუძლია კეთილსინდისიერი მცდელობა გამოიჩინოს, რომ მინიმუმ შეაფერხოს ის ღრმა ცვლილებები, რომლებიც ამერიკულ პოლიტიკაში ხდება. და ვინც ცდილობს ამას, ვაცხადებ იმ ბრიფინგის ფარგლებში, სადაც ერთმა მაღალი რანგის ისრაელურმა წარომ თქვა, რომ ისრაელს ზუსტად აქვს ინფორმაცია უზენაესი ლიდერის შესახებ. მუშაბა ჰამენეი სინამდვილეში ცოცხალია. პირდაპირ კითხავ არიელოზე რან მოკლედ მნიშვნელობა აქვს. ეს აჩვენებს, რომ უზენაესი ლიდერის ინსტიტუტი გრძელდება, რომ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, თუნდაც მასზე გავლენა ახდენდნენ. ზოგი იტყვის, რომ ძლიერად ირანის ისლამური რევოლუციის მუშაკთა კორპუსის და სამხედრო სტრუქტურაში უფრო მკაცრი ხაზის მიმდევრების მიერ. ის ფაქტი, რომ ესეთი პოზიცია არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია. და ის ფაქტი, რომ ისრაელი ამას პირდაპირ ამბობს, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არიუელ ოსერანი, ვენ ალტმანი, დიდი მადლობა სტუდიაში ყოფნისთვის. ჯონათან, შენ მიდიხარ.